მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, ჩემო გამომწერებო. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ უყურებთ ჩემს გვერდს და ამ ვიდეოს. იმედი მაქვს, რომ მოგწონთ ჩემი საჯარო გაშლები. შეგახსენებთ, რომ ვისაც გსურთ პირადი კონსულტაციები, შეგიძლიათ რომ მომწეროთ ჩემს პირად Facebook ან Instagram გვერდზე და გავაკეთოთ გაშლა როგორც ერთ კონკრეტულ კითხვებზე, ასევე სრულ გაშლებზე, ხო? და მიიღოთ კონსულტაცია ჩემგან. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ გაშლას, ეს არის საჯარო გაშლა პირად ურთიერთობებზე, ადამიანზე, ვისი ფარული ფიქრები და გრძნობები გაინტერესებთ, ნახოთ მისი გრძნობები, მისი ფიქრები, ფარული ფიქრები, რასაც არ გიზიარებთ და გავიგოთ ზოგადად ახლო პერიოდში რას მოიმოქმედებს და რას გამოხატავს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებით, ხო? გაშლის პროცესში, როგორც იცით, ხელები და ფეხები არ გადააჯვარდინოთ ერთმანეთს. კონცენტრირდით იმ ადამიანზე, ვისაც გსურთ, რომ ეს გაშლა გააკეთდეს და მშვიდად და წყნარად აირჩიეთ ერთი კონკრეტული ვარიანტი. ასევე თუ გამოიწერთ ჩემს YouTube გვერდს, ძალიან გამახარებთ. ეს მე უფრო მეტ мотивაციას მომცემს. თუ დამიწერთ კომენტარს ერთ გულს მაინც, ესეც ძალიან გამახარებს. იმედი მაქვს, რომ უკვე შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი და ვნახოთ მოკლედ პირველი ვარიანტის ამომრჩევლებო, რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი იმას, რასაც არ გიზიარებთ, ანუ მისი ფარული ფიქრები. ფარულ ფიქრებში პირდაპირ გეტყვით, რომ ამ ადამიანს სურხართ თქვენ, ის რომ იყოთ მის გვერდით, ის რომ გქონდეთ მყარი და ძლიერი ურთიერთობა და ურთიერთკავშირი. ფიქრობს, რომ გაგიზიაროთ თავისი ეს დაფარული გრძნობები და ემოციები. მოკლედ, გრძნობებთან მიმართებით გეტყვით იმას, რომ მისი ფარული გრძნობები არის ის, რომ ძალიან სერიოზული გრძნობები აქვს თქვენს მიმართ, თქვენთან მიმართებით. ეს არ არის, რომ უბრალოდ ამ ადამიანს მოსწონდეთ, ეს არ არის უბრალოდ ამ ადამიანს, ასე ვთქვათ, მოხიბლული იყოს თქვენით. მისი ფარული გრძნობები და ფიქრები აშკარად, ნახეთ, არკანებიდან გამომდინარე, არის, რომ უყვარხართ ამ ადამიანს და ძალიან სურხართ, სურს რომ იყოთ მის გვერდით. სურს რომ გიყუროთ, თქვენით ტკბებოდეს, მოკლედ თქვენ სურხართ. რაც შეეხება მოქმედებებზე, ახლო პერიოდში რას მოიმოქმედებს და რას გამოხატავს, ამ ყველაფერს გაგიზიარებთ. მოკლედ, ძალიან მალე ელოდეთ, რომ ეს ადამიანი თავის ემოციებზე დაგელაპარაკებათ, თითქოს გულში ვეღარ ჩაიტევს ამ თავის გრძნობებს, ემოციას, დამოკიდებულებას თქვენთან მიმართებით და ამ ყველაფერს გამოხატავს თქვენთან მიმართებით. ასე რომ ელოდეთ მისგან პირდაპირ გეტყვით, რომ სიყვარულის ახსნასაც. ეს მოდის მოკლედ აქ. ძალიან ძლიერი არკანები არის, ეს არის ძლიერი გრძნობები, ეს არის ძლიერი, ესე ვთქვათ, წყურვილი იმისა, რომ თქვენთან იყოს ეს პიროვნება. ეს მოდის მოკლედ აქ. ძალიან სურხართ, ძალიან სულ რომ ის გვერდით იყოთ, 24 ხუთის განმავლობაში მაინც თქვენთან ერთად ყოფნა სურს, ასეთი მოჯაჭულობა აქვს მას. აღარ ეს არ არის არაჯანსაღი მოჯაჭულობა და მიჯაჭულობა ეს არის რაღაცა დადებითი მიჯაჭულობები პიროვნების მიმართ. ასე რომ პირველი ვარიანტის ამომრჩევლებო, მშვენიერი დადებითი ფიქრები და ფარული გრძნობები აქვს მოკლედ ამ ადამიანს და ვნახოთ რას გამოხატავს, ხო? მეორე ვარიანტის შემთხვევაში მისი ფარული ფიქრები, მისი გრძნობები და ზოგადად გამოხატულებები რომ ნახოთ. ძალიან ბევრს დარდობს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებით. თითქოს უნდა რომ თქვენი მდგომარეობები, რა მდგომარეობებიც არ უნდა იმყოფებოდეთ, შეგიმსუბუქოთ, რაღაცა თქვენი დარდი, თქვენი სირთულები მანაც გაიზიაროს და ცუდ მდგომარეობაში არ იყოთ. თითქოს სულ თქვენი დახმარება სურს ამ პიროვნებას, ეს მოდის აქ ესე ვთქვათ ფარულ ფიქრებში. ვის ფარული ფიქრები დაკავშირებული არის იმაზე, რომ რა გააკეთოს იმისაც, რომ თქვენი მდგომარეობა შემსუბუქდეს, თქვენი მდგომარეობა დაალაგდეს, რაღაცა კარგად იგრძნოთ თავი. ეს მოდის მოკლედ აქ. რაც შეეხება უშუალოდ, ასე ვთქვათ, მის ფარულ გრძნობებს, დადებითი გრძნობები მას რეალურად თქვენს მიმართ ნამდვილად აქვს. თუმცა მას ამ ყველაფერთან ერთად შიში აქვს იმისა, რომ რაიმე წარსული საკითხს არ მიუბრუნდეთ, რაღაცა თქვენთან შეიძლება წარსული დაბრუნდეს და მას ხელი კრათ და სწორედ ამიტომ ბოლომდე შეიძლება თავის ემოციებს არ გიზიარებდეთ. ეს დაფარული გრძნობა და ეს დაფარული ემოციები რაც აქვს არ გამოხატავს, იმიტომ რომ
მეშინია თქვენ რაღაცა წარსულს არ მეუბრუნდეთ, აი უფრო ისეთი რამ მოდის აქ. და ფიქრებში არის ის, როგორც უკვე ვახსენეთ, რომ სულ დაარდობს, ნერვულობს თქვენზე, რომ რაღაცით დაგეხმაროთ, რაღაცით გვერდში გედგათ. შეიძლება თავის თავზეც ნერვულობს იმას, რომ აი უფრო მეტი უნდა რომ თქვენთვის გააკეთოს და ამას ვერ ახერხებს და რაღაცა გარკვეული წინაღობებია ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ფინანსური ამბებიც იყოს, ან გარემოებები იყოს ისეთი, რომ გვერდში მინდა დაგიდგე, მაგრამ ვერ ვახერხებ ამას. ეხლა აი ამ ჩემი სიტუაციებიდან, ჩემი მდგომარეობებიდან და ანუ გარემოებებიდან გამომდინარე და ნუ მოკლედ ამ ყველაფერზე დაარდობს ფიქრობს და განიცდის. მოქმედება და გამოხატულება აი ამას, აი ამ დარდს, რაც აქ პირველ არკანში გვიწერია და გვიჩანს, ამ ყველაფერს გამოხატავს და ამ ყველაფერზე გაგისაუბრებათ რეალურად ეს ადამიანი. ეს მოდის რეალურად აქ. ამ თავის დაფარულ ფიქრებს გაგიზიარებთ. აქ ის არ არის, რომ ამ ყველაფერზე თავი შეიკავოს, არა, ნამდვილად დაგელაპარაკებათ მოცემულ სიტუაციაზე, თავის დარდზე, თავის რაღაცა გულის ტკბილზე. ასე რომ ამ ყველაფრის გაზიარება რეალურად თქვენთან მიმართებით ნამდვილად ექნება. აი ეს მოდის მოკლედ აი აქ. ასე რომ ელოდეთ მისგან აი ამ ნაბიჯის გადმოდგმას, რომ ის რაც აწუხებს და ის რა ფარული გრძნობები და ემოციები და ფიქრებიც აქვს, ამას გაგიზიარებთ. აბა დამიწერეთ რამდენად რეზონირებს ეს გაშლები თქვენთან მიმართებით, ან მე რამდენად ახდება და მოხდება, ხო? მოდი ვნახოთ მესამე ვარიანტი, მისი ფიქრები. კი ბატონო, გრძნობები და გამოხატულებები. დიახ. პირველი ვარიანტის შემთხვევაში გეტყვით იმას, რომ ამ ადამიანის ფარული ფიქრები თქვენთან მიმართებით არის ის, რომ მას მგონია, რომ თქვენ ხართ უფრო მასზე ძლიერი პიროვნება და ეს ცოტათი რაღაცა აშინებს თუ აბრკოლებს, რომ ბოლომდე გაიხსნას ემოციურად თქვენთან მიმართებით. მიაჩნია, რომ ძალიან ძლიერი ხართ. ხო და ეს მამაკაცი, ანუ ან ქალბატონი, ვინც ახლა ჩავთქვით აქ, ვინც მიყურებთ ხო? ამ შემთხვევაში გეტყვით იმას, რომ ამ ადამიანის, ესე ვთქვათ, ფარული ფიქრები არის ის, რომ ეშინია, რომ სუსტი არ გამოჩნდეს თქვენს გვერდით. აი ესეთი რამ წამოვიდა აქ. თვითონ მისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ თავის პარტნიორზე უფრო მეტად ძლიერი იყოს და შეიძლება ეს ამ სიძლიერეს, რომ ხედავს, რომ თვითონ არ აქვს, თქვენ უფრო მეტად ძლიერი ხართ, რაღაცა შეშინებული და დაბნეული უყურებს აი ამ სიტუაციას. აი ეს მოდის აქ. ამასთანავე მესამე ვარიანტში გეტყვით, რომ მისი ფარული ფიქრები არის ის, რომ ბევრ რამეში, ბევრ სიტუაციაში თქვენ ძალიან მართალი ხართ და სამართლიანი ხართ მასთან მიმართებით და ამის აღერება უჭირს ხოლმე. ანუ თითქოს უფრო ის მომენტი აქვს, რომ აი არა მე ვარ მართალი, მე ვარ სწორი და სულ თავის გამართლების პოზიციაში შეიძლება იყოს ეს ადამიანი და რეალურად ამ არკანიდან გამომდინარე გეტყოდით იმას, რომ თვითონ ბევრ საკითხში თulis რომ თქვენ სწორი ხართ, თვითონ არ არის მართალი და მოკლედ ამ ფიქრებს არ გიზიარებთ ხოლმე. რაც შეეხება უშუალოდ ასე ვთქვათ ემოციურ ამბებს, დადებითი ემოციები მას ნამდვილად აქვს და გრძნობები აქვს, მაგრამ ეს არ არის ძალიან სიღრმისეული გრძნობები, ანუ უფრო დაკვირვების პროცესში არის ეს ადამიანი, აბა რას იზავთ, აბა რას როგორ მოიმოქმედებთ, ანუ მისი ფარული გრძნობები უფრო არის ის, რომ აი გაკვირდებათ, სულ თითქოს აი პატარა გამოცდებისავით გიმზადებთ, რომ აბა ამას რო გავაკეთებ, მე როგორ მოიქცება, აბა ამას თუ ვეტყვი, მე რას მეტყვის. სულ ესეთი დამოკიდებულება აქვს, რა რაღაცა გამომცდელად გაკვირდებათ მოკლედ ეს ადამიანი. და გრძნობებში ხა ვიტყოდ რომ დადებითი გრძნობები არის, მაგრამ აი სულ დაკვირვების პროცესია მოკლედ. და აქ ხა გამოხატულება რომ გითხრათ ხომ რეალურად მოქმედებებს და აი რას გამოხატავს, არ გამოხატავს ამ თავის ფარულ არც ფიქრებს ის, რომ აი თქვენ მართალი ხართ, ის რომ თქვენ უფრო მეტად ძლიერი ხართ მასზე, ნუ პიროვნულად. ყველაფერს არ გამოხატავს, ანუ ახლო პერიოდში მით უმეტეს თვალდებით, რომ ეს ყველაფერი გაგიზიაროთ, ეს თუნდაც ის, რომ აი მე შენ სულ გაკვირდები, შეიძლება გაკვირდებოდეთ, სად მიდიხართ, რას აკეთებთ, როგორ აკეთებთ, მის ეს ფარული გრძნობები ცოტა ისეთი არის, ჯერ კიდე კითხვის ნიშნები აქვს თქვენთან მიმართებით და ამ ყველაფერს არ გეტყვით, იმიტომ რომ შუმად აკეთებს რა ამ ყველაფერს, ხო? ეს გრძნობებიც რაც აქვს, აი ჯერ ბოლომდეც არ აქვს ისე სიმყარე ამ ყველაფერს და უფრო აი დაკვირვებების პროცესში არის მოკლედ ეს ადამიანი. ხო და ამ შემთხვევაში გეტყვით იმას, რომ ყველაფრის გაზიარებას მისი მხრიდან ნაკლებად ელოდეთ. ეხლა თან ისეთი ხასიათების არის ეს ადამიანი, ცოტათი რთული ხასიათები უჩანს მოკლედ.
მესამე ვარიანტის შემთხვევაში ვინც ჩავიფიქრეთ და ამ ყველაფრის გაზიარებას ნაკლებად ვხედავ პირიქით, ანუ ამ თავის დაფარულ ფიქრებს და ემოციებს არავითარ შემთხვევაში არ გაგიზიარებ ამ ეტაპზე. და ვნახოთ ბოლო მეოთხე ვარიანტი. მისი ფარული ფიქრები, გრძნობები და რას გამოხატავს აი ამ ახალ პერიოდში. მისი ფარული ფიქრები არის ის, რომ ურთიერთობის სერიოზულ ეტაპზე გადაყვანა უნდა ამ ადამიანს, მათ ვისაც საერთოდ არ გაქვთ ურთიერთობა ამ ადამიანთან წამოწყებული, გეტყვით ის, რომ ურთიერთობის დაწყება უნდა, ვისაც უკვე ურთიერთობა გაქვთ დაწყებული, ამ ურთიერთობის გაღრმავება უნდა. ანუ რაღაცა ახალი საწყისები სურს ამ ურთიერთობაში, თუმცა ამ ყველაფერს ჯერ ესე პირდაპირ შეიძლება არ გამოხატავდეს ეს ადამიანი და ფარავდეს ამ ყველაფერს. გრძნობებში, ანუ ზოგადად ეხა დადებითი გრძნობები მოდის, მაგრამ აი ამ მეოთხე ვარიანტის შემთხვევაში დარწმუნებით გეტყოდით იმას, რომ რაღაცა ამ ადამიანმა მოიტყვა ურთიერთობაში, ან ურთიერთობის დასაწყისში, ან ურთიერთობის რაღაც არ იცით მოკლედ მასზე, რაც ძალიან ადარდებს და ანერულებს და ფიქრობს, რომ თუ აი ამ ყოველივეს გაგიზიარებთ, რაღაცა თქვენ მისგან თავს შორს დაიჭერთ. მოკლედ დამალული დაფარული ამბავი გაქვთ მეოთხე ვარიანტის ამომრჩევლებს აი ამ გაშლიდან გამომდინარე. გრძნობები არის და ამ ურთიერთობის განვითარება აწყობად სურს ამ ადამიანს, მაგრამ რაღაცა ფერხებს, აი შინაგანად რაღაცა პატარა დაფარული ამბავი არის, რომელსაც გაზიარებაზე ხარ ვთქვათ, ხო? რომელსაც გაგიზიარებთ, მაგრამ ცოტა სამომავლოდ, თითქოს ამისთვის ძალას იკრებს ეს ადამიანი, რომ აი გაგიზიაროთ რაღაცა, მოვიდეს ის დღე და ის რაღაცა სპეციალური დაგეგმილი მომენტი, როდესაც ამ ყველაფერს გაგიზიარებთ თქვენ და გამცნობთ. ასე მაგ პატარა დაფარულ საკითხსაც ვხედავ, აქ რაღაცა პატარა ტყუილიც არის. თუმცა აქ ფარული გრძნობები და ემოციებიც დადებითი არის, მაგრამ იმდანაც ნერულობს და გაიცდის ეს პიროვნება რაღაცა აი ამ დამალულ საკითხს, რომ ის გრძნობებზეც აღარ კონცენტრირდება, აი ესეც რამ შემიძლია გითხრათ აქ. თუმცა ამ ყველაფერს გაგიზიარებთ, აი ეს მოდის, რომ ის რასაც მალავს, ის რაც უნდა, რომ ეს ყველაფერი აიწყოს ურთიერთობა, ამ ყველაფერზე მოკლედ დაგელაპარაკებათ. აი ეს გამოიკვეთა აქ მეოთხე ვარიანტში. დიდი მადლობა, ვინც ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს და წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებთ, ჩამოკარგებო.